ანუ როგორც აბონენტები დარეგისტრირდეთ და თქვენ ხო არ ხოთ ახლა ამ შემთხვევაში იმასაც არ ხოთ რომ გადამიხადოთ დენი მომეცი და მე გადავიდე. დენი კიდევ ორი წელი რაც აქავართ უმაგ დენი მოგდის. თქვენ აბონენტებად დარეგისტრირებულები როდესაც ხართ მერია, ჩვენ დროს იყო გიგის დროს იყო და მე ამათა გააჩერდო მე ვიყურე და ისე აღადგინეს. თითოეულ აბონენტს ელიწყება მერიდი ოფცია თქვენია ხომრაული. არც ჭერი ქონა, არც ხანჯარი, არც კარები, არც კიბე არაფერი. ჩვენი ხედით გაკეთებული, ჩვენი ხედით გალესილი შიგნით. ან თქვენ წარმოიდგინეთ, რო არ მოგცეს შუქი და წყალი, ჩვენ всё არაფერი არ მოგვიგებს. პლუს კიდე კორპუსის დიდი დანამატი და საერთო ჯამში გამოდის რაღაც კატასტროფა. იმათ როგორა, იმათ ცხოვრობ აი ამ კორპუსში, ეგრეთ ვთქვათ, მესამე წელია უკვე ძალიან უსაძლის პირობებში, არც შუქი, არც გაზი, არც წყალი. ხო და ჯერ აქამდე არავის არ შემოგვეხმაურა და გვინდა რომ ეკონომიკის სამინისტროში ანუ დავაფიქსირო ჩვენი ხმა რომ რაღაცით იქნებ დაგვეხმარონ. ვარ სოციალურად აუცილებელი, 3 წელია ვცხოვრობთ ესე, ამ პირობებში შუქი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს. თხოვეთ მთავრობას და თხოვთ ეხლაც კიდე, რომ ყურადღება გამოიჩინონ, რომ ამ ახალ წელს შუქოთ არ დაგვყავონ. მივმართეთ მერიას, მივმართეთ ეკონომიკას, ეკონომიკის სამინისტროს. მაგრამ მოვიდა უარყოფითი პასუხი. 11 ოჯახი ცხოვრობს ამ გაუსაზის პირობებში, რომელიც თქვენ თვითონაც ნახეთ. ეს ხალხი ითხოვს ელემენტარულს ხელისუფლებისგან, სამინისტროსგან, ეკონომიკის და მერიისგან, რომელიც ყურებსაც არ იბერტყავენ. დაგვარეგისტრირეთ აბონენტებად, რომ ჩვენ გქონდეს შუქი და იმ მოხმარებული დენის საფასო ჩვენ თვითონ გადავიხდით. და ელემენტარულ მოთხოვნას არ უკმაყოფილებს ხელისუფლება, რომელსაც უბრალოდ ნება ჭირდება პოლიტიკური. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი განწირულია იმისათვის, რომ ახალ წელს შეხვდეს სიბნელეში, უგაზობაში და უწყლობაში და ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი სიცხვილი ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის, რომელიც მუშაობს დღეს ეკონომიკის სამინისტროში და დედაქალაქის მერიაში.